გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ, როგორ ზანდებით, როგორ გიკითხოთ, როგორი დღე გაქვთ, როგორი ღამე გქონდათ. შუადღე მშვიდობისა. აბა დავიწყოთ. დღეს გვაქვს როგორც ყოველთვის თემის unboxing-ი. ველოდები ძალიან საინტერესო და საჭირო ნივთებს და თან დავიწყოთ. შევუდგეთ ჩვენი თემის unboxing-ს. აბა დავიწყეთ. დღეს ასეთი ლუკით ვარ, ჩემი თეთრი ქუდით, ჩემი თეთრი კეპკით, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი გულები მე რომ მიყვარს. ვისაც გიყვართ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ვისაც მოგწონთ კეპკები და არა მარტო უიარ გავხიო რამეთან, თან უყურებ ახლა, რომ დავიცი. რა იცით რა ხდება? იმდენი რამე, მე მგონი ცოტა რაღაცა გამეჭრა. არა უშავს. არა უშავს. ისეთი არ არის ისეთი. აი იმდენი რამე არის საინტერესო რაღაცები. მე მგონი სამწუხაროდ რაღაცა პარკი გამეჭრა, მაგრამ არა უშავს. აი ასეთი ის გამოვიწერე, რომელიც ეხა გამეჭრა. ასეთი მეშოკი, არა უშავს, ასეთი მეშოკით. ეს არის ერთჯერადი პარკები, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ სამზარეულოში და არა მარტო. აი ასე იწელება, ალბათ ყველა მიცით და ვინც არ იცით. აი ასეთი თეფშებზე, რა ვიცი, ხან მორჩენილ ხილი თუ დამრჩა ან ბოსტნეული ან რაღაცა, ჩავდებ ხოლმე ესე გავაკეთებ და შევდებ აცივარში ან საყინულეში. სხვათა შორის ერთ ჩემ საიდუმლოს გაგიმხელთ და ამაში ჩემ გამზადებულ, ანუ სახში დამზადებულ კატლეტებს ასე ვახვევ თითო კოვზით და ესე ვაბრტყელებ და მე რა ვყინავ, ვისაც სურვილი გაქვს გამოიყენეთ, ეს არის ჩემი ლაიფჰაკი ნანიკოსგან. აი ასეც ხდება. შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩემი იდეით. ასე რომ ასეთი კარგი და საჭირო შენაძენიც მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ხმარობ, ძალიან ბევრი იხარჯება, მალე მითავდება და რა ვიცი, ყიდულობ ხოლმე ძალიან ხშირად. გავაგზელოთ, დღეს რაღაცა სამზარეულოს რაღაცებიც გვექნება, რაც ხო, აი ასეთი ის გამოვიწერე, ეს საჭირო ნივთია, ესეც. ეს არის რა ქვია? ყინულის, საიდან ის? აი, ეს არის ყინულის ამოსაღები, ასეთი. აი, აღარ მოვაწყობ ამას, თორე ძალიან გაიშლება. აი, ასეთი რკინის, მეტალის, ყინულის ზაფხულია და ყველა სჭირდება, თუმცა ხილი, ყინული, რა ვიცი, ვისაც როგორ სურს. აი, ასეთი შვენიერი შენაძენი გვაქვს. საჭირო, ძალიან საჭირო სამზარეულოში. და რა ვიცი, თუ გინდათ წასაღებათაც გაჩაზიან სადმე, რატომაც არა. ეს ასეთი ხელთათმანი შევიძინე. სხვათა შორის ძალიან საჭირო, ესეც კი ბევრი ხელთათმანები იყიდება, რეზინის რაღაცა, მაგრამ ეს არის იმით არის განსაკუთრებული, რომ არის ძალიან დიდი გრძელი ხელებით და თანაც ულამაზესი. აი ასეთი რეზინით მაღლა და რა ვიცი, ვინცაც უყვარს თუ გინდ სახლის საქმეების კეთებაში, თუ გინდ ხა სეზონი არის და რაღაცების რომ მომზადებაში ვთქვათ, რომ ძალიან არ დაგესვაროთ ხელები ან ვისაც ტყემალი ან რა ვიცი, რასაც აკეთებთ. მეცხოველების დაბანაშიც ვიყენებ ასეთ ხელთათმანებს და რამეებში. მოკლედ საინტერესო რამე არის ძალიან გრძელი ხელთათმანები. არგი და სხვათა შორის ძალიან ძვირი, სადღაც 7-8 ლარამდე მივეცი. და რა ვიცი, ვისაც სურვილი აქვს შეიძინეთ. აი ასე, მე ძალიან მჭირდება და ძალიან მადგება და
ძალიან საჭირო ნივთი არის მინდა გითხრათ. ხო, ასეთი შევიძინე კიდევ. ფორმა ძალიან საყვარელი დათუჩასი, ვისაც ცხობა უყვარს და ვისაც ამაში შეიძლება რაღაცა ისეთ გააკეთოთ. აი, ასეთი ვინი-პუქის, ესეთი სილიკონის ძალიან საყვარელი. აი, ბავშვებს ძალიან მოეწონებათ. ნამცხვარი შეგიძლიათ გააკეთოთ, პეჩენია შეგიძლიათ ამაში გამოაწყოთ. მაგალითად, მე სიმართლე ვგითხრათ, ეს კი მეც მიყვარს ცხობა, საჭმელების კეთება და რა ვიცი, ახლა ჩემზე აღარ ვილაპარაკებ ბევრს მოკლედ ჩემი კულინარიული ნიჭის შესახებ. ხო და ნუ მოკლედ ასეთი საცხობი შევიძინე იმისთვის, რომ ესეთი იდეა მომივიდა რა, მოკლედ, რომ ესე ნაყინები ან რაღაცა გავყინო და ხან ესეთი ჟელეს ფერად ჟელეს ესეთი დათუნიები და რა ვიცი, ზაფხულია და ბავშვებს უყვართ ესე რომ კანკალებს ჟელეები და ასეთი ლამაზი დათუნია ჟელეები გვექნება და მიირთმევენ ბავშვები. ვისაც რომ შეიძინეთ, არ ღირდა არც ეს ძალიან ძვირი, სადღაც ესეც ესე 6-5 ლარამდე, ნუ აქციებიც არის და შეიძლება უფრო იაფად შეიძინოთ. ძალიან საყვარელი ვინი-პუქი. ნუ მოკლედ გადავიდეთ. ხო, ეს არის სხვათა შორის მინდა გითხრათ ძალიან ესეც საჭირო, ხო, როგორც ვისაც ცხობა გიყვართ და პეჩენიები და ტორტები და რაღაცეების ცხობა და კეთება. ეს არის ასეთი თეფში ტორტის ან ნამცხვრის ან რაღაცის და ესე ტრიალებს, აი ნახეთ. ასე ეს რა თქმა უნდა დიდი ზომებიც იყიდება ტორტებს და ნამცხვრებს რომ აკეთებენ და თან უსმევენ კრემს და თან ატრიალებენ ამაზე დევს ესეთ. ნუ ამაზე შეიძლება დადოთ დიდი ტორტიც, რატომაც არა და ასე დაატრიალებთ და ესე მე მაგალითად ეს გამოვიწერე რისთვის ახლა გეტყვით. ანუ საახალწლო პეჩენიებს რომ ვაცხობ ხოლმე, ანუ თაფლის კვერებს და რა ვიცი როგორც ქართულად არ ვიცი როგორ ქვია. და მე ზემოდან მინაქრით მიყვარს ძალიან ხატვა ამ პეჩენიებზე. ანუ ხატვა ძალიან კარგად ვიცი ისედაც მე, ანუ ეს რაღაცა უსვია, ნუ კაი, მოკლედ. და ნუ მოკლედ ასეთი შენაძენი რომ ესე პეჩენია დავდო და ხელი შემიწყოს რომ დატრიალების დროს ლამაზად მოვხატო ან წავსვა, ნუ მოკლედ ესეთი საჭირო ნივთია, ეს სადღაც 10 ლარამდე ღირდა. აი ასეთი. და რა ვიცი, ვისაც სურვილი აქვს, ესეც შეგიძლიათ ნახოთ, დაათვალიერებთ ისო და შეიძინეთ. ხო, აი ასეთი ქოლგები შევიძინე კიდე. მქონდა სხვათა შორის გამიწავდა და გადავწყვიტე რომ კიდე. ანუ ძალიან ბევრს ხარ რომ მე ძალიან მიყვარს, როცა რაღაცას ვავ და თან ვითუმეტეს ასეთ ლამაზ ფონზე. აუცილებელია ქოლგებიც ჭიქაში, კოქტეილებში, ყავაში ნაყინთან, რა ვიცი. ბავშვებსაც უყვართ, დიდებსაც მოსწონთ, რატომაც არა. კურორტზე და შეგიძლიათ თანაც წაიღოთ და თქვენი თავები გაიხალისოთ, გაილამაზოთ ასეთი ნივთებით დღე და ცხოვრება ზოგადად. მოკლედ. ხო, კიდევ შევიძინე ასეთი რამ. ასეთი დიდი შენაძენი მაქვს. აი ასეთი. ეს არის ხო, ისე ვისაც ცხობა უყვარს და რა ვიცი. თუ სხვათა შორის ყინულისთვისაც მგონი გამოდგება. რატომაც არა. რა ვიცი, დავტესტავ ასეთ თქვათ და ვნახავ. ასეთი ჯოხები მოყვა. აი. და ესეთი სილიკონის ფორმა არის. ესეთი ნაჩვეტებით. აი, ესე სილიკონის არის ეს. აი. და ეს იხსნება, ეს თავისი ჯოხები პლასმასის. და ესე იხსნება, აი ასე, გაფრინდა. აი ასე. და ამაში ან ნამცხვარი, ნუ რა თქმა უნდა, რასაც ცხობა არ უნდა, არ ჭირდება ეხა რეცეპტებს არ ჩამოვწლი და არ ვიტყვი. თუ დაგაინტერესდება სხვათა შორის, რა ვიცი, რამის რეცეპტი, მითხარით, მე ყველაფერი ვიცი, ანუ ჩემი რაღაცა რეცეპტებიც მაქვს. და
რასაც ხობა არ ჭირდება, შეგიძლია თამაში ჩააწყოთ, მერე ჯოხი ჩაარჭოთ, ამოიღოთ შოკოლადში, ამოავლოთ, რამეში ამოავლოთ და ნუ მოკლედ გაყინოთ და რა ვიცი, მერე მიირთვათ და აი ასეთი ემბრიელი და კარგი საჭირო შენაძენიც მაქვს. ნუ მოკლედ ესეთი სილიკონის ულამაზესი ფერის, მე რომ მიყვარს ვარდისფერი, გოგოებო, ყველა გოგოს რომ უყვარს. რაღაც ბარბის ვარდისფერი, ბაბლი ვარდისფერი და ესე გავილამაზოთ თან სამზარეულო თან ცხოვრება. ხო, გადავედით. ერთი ეს კიდე დაგვჭა რომ სამზარეულოს და დანარჩენი უკვე სხვა ნივთები წამოვიღო უკვე. ეს არის ასეთი პეჩენიის პარკები. რა თქმა უნდა, ვთქვი რომ მეცხოვა ძალიან მიყვარს და ბავშვების საჩუქრათაც დარიგება ძალიან მიყვარს. აი ეს სამოვიღებ. ეს არის ძალიან ბევრი. ეხა იმიტომ გამოვიწერო რომ ძალიან იაფიღირდა. აი 5 ლარიც არ ღირდა მოკლედ და აქ არის სადღაც უნდა იყოს. რა ვიცი, რამის 50-ზე მეტი უნდა იყოს რა მოკლედ რა. ასეთი პარკები, აი სხვადასხვანაირები. ამას შევინახავ რა თქმა უნდა და შემდეგ ახალ წლისთვის ესე პეჩოებს გამოვაცხობ და ასე მე ამას მოაძრობთ, რამე პეჩოს ჩადებთ. კიდეც კამფეტე, ეს დიდი ზომებიც იყიდება, მაგრამ მე ეს ზომა მომინდა უფრო ასეთი ზომა მომინდა, რომ შემეძინა და ამას მოაძრობთ, ჩადებთ და მე ესე დაახურებთ და ლამაზი პეჩენიები და კამფეტები გექნებათ თავის ლამაზ პარკებში. აი ასე. ესეც მშვენიერი, რა ვიცი, შენაძენი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს არ არის პირველი შენაძენი, მე უკვე მესამეს ვიყიდე თუ რაღაცა, ძალიან ბევრს ვაკეთებ ხოლმე და თან ესე რო არ ეყაროს და ცალ-ცალკე იყოს და თან არ გაფუჭდეს და რაღაცა. რატომაც არა? აი ასეთი ლამაზი შენაძენი ზაფხული გვაქვს, მაგრამ წისწრებით და იაფად, რა ვიცი, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ რა თქმა უნდა, როცა იძენ ამდენ ნივთს და ამდენ რაღაცას, ვცდილობ, რომ იაფად იყიდო რაღაცეები, ხო? ასეთი შენაძენი. ნუ გადავიდეთ. ხო, ეს არის სხვათა შორის